გამარჯობა, როგორ ხართ მეგობრებო, უჯარიმოდ 2 წლის გახდა. ერთი კვირის წინ გახდა, მაგრამ ხო გახდა. უჯარიმოდის გამოჩენის შემდეგ საოცრებები მოხდა ქართულ სპორტში. ისტორიაში პირველად გავედით მსოფლიოზე კალათბურთში, კიდევ ერთხელ გავედით ევრობასკეტზე, ფეხბურთში პირველად გავედით ევროპაზე, ჯგუფიდანაც გავედით, ხელბურთში ისტორიაში პირველად გავედით ევროპაზე, UFC-ში 0 ქამარი გქონდა უჯარიმომდე, ეხა 2 გვაქვს. იყო უამრავი ინდივიდუალური წარმატება სხვადასხვა სპორტის სახეობაში, ასაკობრივ სპორტებში და ასე შემდეგ. მიღწეულზე გაჩერება არ გვინდა, მაშინ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო, ზარისღილაკი ჩართეთ და დავიწყოთ. გახსოვს უჯარიმომდე ქართული სპორტი რა იყო? 91-დან უჯარიმომდე პერიოდი არის გადასაგდები რა. რამდენიმე საათში სუპერ მატჩი დაიწყება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალები ბრიუგე ასტონ ვილა. კიდე კაი ახალი ფორმატი დავნერგეთ, თორე ძალიან მოსაწყენი იყო უკვე ძველი ჩემპიონთა ლიგა, ძლივს დაძაბულობა და შოუ გვეღირსა ბრიუგე ასტონ ვილა დაიწყება ახლა მაგრამ. კაი, გასაგებია რომ ცოტა ეხა ვატრაკებ. რა თქმა უნდა, ორივე კარგი გუნდია, დამსახურებულად გავიდნენ პლეი-ოფში, ღმერთმა გაუმარჯოს ორივეს. რას ვერჩი? არაფერს არ ვერჩი, მაგრამ აი ახალი ფორმატი. ეგრევე მერვედფინალი ბრიუგე ასტონ ვილად რეიწყება. დასაცილო ეხა რა. მართლა ხო, სინამდვილეში რასაც უწუნებ ახალ ფორმატს ის არის, რომ ძალიან ნაადრევ ეტაპზე ხვდებიან ერთმანეთს ერთი ქვეყნის გუნდები, ერთი და იგივე ქვეყნის გუნდები. ბაიერნი, ლევერკუზენი, რეალი, ატლეტიკო მერვედფინალში, ისეთი თემაა რა. მე-16 ფინალში იყო პარი სენ-ჟერმენი, ბრესტი, ერთი და იგივე ქვეყნის გუნდები ძალიან ნაადრევად ხვდებიან ერთმანეთს, ჩემი აზრით. საერთაშორისო ფეხბურთის მუღამი ხო განსხვავებული საფეხბურთო სამყაროების, განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიების ჯახია, ხო? ბაიერნი ლევერკუზენს ავდგები და ბუნდესლიგაში არ ვნახავ. რაღა ლიგაზე არ ვნახო, ხო? ყველა ელოდება პარი სენ-ჟერმენისა და ლივერპულის დაპირისპირებას. გულახდილად რომ გითხრათ, ხვალ იბერია ტორპედოს თამაშს უფრო ველოდები, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრით თავს არ შეგაწყეთ, ჯერ პარიზულ მატჩზე ვისაუბროთ. PSG ბოლოს ლივერპულს რო შეხვდა, მაშინ ნეიმარი, მბაპე და კავანი ყავდა თავდასხმაში, ახლა კვარა, ბარკოლა და დემბელე ყავს და გაცილებით უკეთესი გუნდია. ანუ ეგაა ფეხბურთი რა. მერე მესი დაიმატეს და კიდევ უფრო უარესი გუნდი გახდა. мотивация რა ფეხბურთი. ახალგაზრდების თამაშია, თორე მეცხოვ ვითამაშებდი. საინტერესოა ლივერპულთან რა შემადგენლობას დააყენებს ლუის ენრიკე. აქამდე იყო ექსპერიმენტები, კვარა მარჯვნივ, კვარა მარცხნივ, კვარა 10-იანზე, კვარა ცუცხრიანზე, კვარა შეცვლაზე, კვარა შერკინებაში ბურჯად, კვარა მსუბუქ სამიანებზე კვარა. იმედია ლივერპულთან ნახავთ ამ ექსპერიმენტებიდან რა დასკვნა გამოიტანა ლუის ენრიკემ და რა პოზიცია გადაწყვიტა საბოლოოდ კვარასთვის. რავი, თუ არ იცოდით რა პოზიციაზე გინდოდათ გაძლიერება, ჯონ ოში დაგემატებინათ და კარშიც ჩადგებოდა. აქ ამოვანათოთ ის ფოტო მეკარეც რო არის. გახსოვს მეკარე დრო იდგა ერთხელ. ნახოთ, ძალიან მაინტერესებს როგორი თამაში იქნება. ორივე გუნდი სასწაულ ფეხბურთს თამაშობს და წესით გენიალური მატჩი უნდა გამოვიდეს, ორი სუპერ შემტევი გუნდის დაპირისპირება. ვინ არის ფავორიტი პარი სენ-ჟერმენისა და ლივერპულის წყვილში? ჩემი აზრით, რეალი. სანამ რეალი არ გამოვარდება ჩემპიონთა ლიგიდან, მანამდე ფავორიტზე საუბარი არ გვინდა არც ერთ წყვილში. აი ბრიუგე ასტონ ვილა, ვინ არის ფავორიტი? რეალი. ყველა წყვილში ფავორიტი არის რეალი. ხო და დაველოდოთ მოკლედ რა მოხდება, ვისი ამოვნოთ. კარგი მერვედფინალები იქნება. დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში, შეძლების დაგვარად. შეძლების დაგვარად დაიწყო. პირველ ტურში 5 მატჩიდან 2 ჩატარდა, 3 გადაიდო. როგორც დავიწყე სეზონი ახლა რთულად, მაგრამ დავიწყეთ, როგორც შესაძლებელი იყო, ნელ-ნელა ამინდებიც გამოვა და
უკვე ყველა გუნდისთვის დაიწყება საქართველოს ჩემპიონატი. პირველი ტურის შემდეგ არც ერთ გუნდს მწვრთნელი არ გაუთავისუფლებია თანამდებობიდან, ესეც კიდევ ერთი კარგი ამბავი მიღწევა საქართველოს ჩემპიონატში. ვნახოთ ამ სეზონში რამდენი მწვრთნელი ჩაამთავრებს სეზონს. ესე იგი შარშან აღარ განმეორდა ის რეკორდი, რაც შარშან წინ იყო. შარშან წინ 10-ვე გუნდმა შეცვალა მწვრთნელი სეზონის განმავლობაში. არავინ კმაყოფილი არ იყო. არც პირველ ადგილოსანი, არც ბოლო ადგილოსანი არავინ კმაყოფილი არ იყო. შარშან რამდენიმე მწვრთნელი გადარჩა წელს. ნახოთ აბა როგორ იქნება. მოგებით დაიწყეს სეზონი მოქმედად ჩემპიონმა იბერია 1999-მა და ქუთაისის ტორპედომ. ამ სეზონის მთავარმა ფავორიტმა ფურცელზე ტორპედომ ხვალ მოედანზე შევხედოთ ვინ რას წარმოადგენს წელს ფეხბურთის როგორც იცით ფეხბურთ ფურცელზე არ თამაშობენ და ამიტომ მოედანზე უნდა ვნახოთ ვინ როგორი ფავორიტია. საქართველოს ჩემპიონატში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა მატჩი ჩაიშალა იმიტომ რომ მხოლოდ 11 კაცი შეკრიბა გუნდმა ფეხბურთში ეს პრობლემა არ იქნებოდა 11 კაცი საკმარისია მაგრამ რაგბიში ცოტა სხვა სტანდარტებია რაგბიში ჩაიშალა მატჩი, იმიტომ რომ 11-მა კაცმა დაიწყო, ოღონდ თურმე ეგ არ ვიცოდი. 11 კაცითაც შეგიძლია რაგბის თამაში. 11-მა კაცმა დაიწყო ბოლნისის ყოჩების შემადგენლობაში ქუთაისის არესთან მატჩი. რაგბიზე გადავედი რა. მაგრამ რამდენიმე მოთამაშემ ტრავმა მიიღო და მე-15 წუთზე შეწყდა შეხვედრა. კიდევ კარგი რომ ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ ეროვნულ ჩემპიონატებს, თორე წარმოდგენაც არ მინდა რა დონეზე ვიქნებოდით, ეხლა ალბათ მე-10 წუთზე შეწყდებოდა ხოლმე თამაშები, ახლა კიდე მე-15 წუთამდე ჩვეულებრივად ვაწურინებთ თამაშებს. როგორც მინიმუმ, თორე ისე ხანდახან მთელი თამაში სტარტდება ხოლმე, აი 15 წუთი ეს ყველაზე ცუდ შემთხვევაში გემოვიდა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე მე-6-ად გავიდა, გილოცავთ ყველას მეგობრებო. ახლა ველოდებით კენჭისყრას და ვლოცულობთ რომ საქართველოს ნაკრები ლატვიასთან არ მოხვდეს ჯგუფში, იმიტომ რომ ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი დასანქცირებული ყავს ლატვიას და ლატვიასთან ერთად თუ მოხვდებით ჯგუფში ჩვენი დელეგაცია ვერ ჩავა ევროპის ჩემპიონატზე, ეს სირცხვილი რო ავირიდოთ თავიდან ვისურვოთ რომ ლატვიაში არ მოხვდეთ და კვიპროსში იყოს ჩვენი თამაშები ან პოლონეთში ასეთი ამბებია არ მინდა ძალიან დაგრუზოთ აღარ გავაგზავნებ ხა ამ თემას რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით ნაწილობრივ თავ გუნდი ჩავიდეს ეხა და ვიღაცა თუ ვერ ჩავა კაცო თავარია რომ ევროპაზე გავედით ეხა და ხანი ხა ისე იქნება ხან ისე იქნება რა ხო და ამიტომ რადგან ეხა ცოტა ისეთი მძიმე გადაცემა არ გამოგვივიდეს, დიდი ხანი არ გქონია რუბრიკა ქართული სპორტული პრესის მიმოხილვა, მოგენატრებოდათ, დავიწყოთ ქართული სპორტის პრესის მიმოხილვა. ძალიან საინტერესო მიმართულება გაჩნდა ქართულ სპორტულ მედიაში. ინფორმაციის გავრცელება ისე, რომ შენ ვერავინ მოგედავოს. მაგალითად ავიღოთ ასეთი სათაური. ესეთი სათაური გვაქვს. ჰოლანდს რეალის შეეშინდაო. ეგ არის სათაური. ანუ ვიღაცამ თქვა მე რაშუაში ვარ, ხო? ანუ თუ ჩაეკითხები, ხო, გიპასუხებ, მე შეეშინდაო, რავი. ჰოლანდს რეალის შეშინებია. ასეთ შეიძლებოდა დაწერა ჩემი აზრით. კიდევ ერთი სათაური ამ ჟანრში, ანუ რატო ვთქვი, რომ ახალი ჟანრი მოიხოდა, ანუ ერთი სათაური კი არ შეხვდა ეგეთი. აი კიდევ ერთი მაგალითი. კორუფცია საფრანგეთის ლიგა საზიზღრობაო. ვიღაცა მეხა რომ დარეკოს ლიგა 1-დან რომ რას წერ ჩემზე მე რაშუაში ვარ საზიზღრობაო იმან თქო მე რაშუაში ვარ გონია რომ ეს ჟანრი კიდევ უფრო განვითარდება და უახლოეს მომავალში ასეთ სათაურებსაც ვნახავთ ხავიერ ტებასი გამოდგაო წადი და უჩივლე ხა რა შენა სახე კი არა როჟა ხარო ესეც სათაურებს ჟანრის განვითარებასთან ერთად რა თქმა უნდა. ნახოთ მე ძალიან მომწონს ეს ახალი მიმდინარეობა, სათაურში ციტატის გამოტანის საკმაოდ საინტერესო ვარიანტია. ნახოთ როგორ ეს იქნება ჩვენი ნოუ-ჰაუ მსოფლიო სპორტის პრესაში. შემდეგი სათაური.
აგონეს ხუმრობა არ არის მართლა თხოვნა მაქვს რომ ესეთი სათაურები აღარასოდეს დაწეროთ მეგობრებო. თორნიკე შენგელიას ჩვენი დახმარება სჭირდება. გეხვეწებით გამისკდა გული მართლა. თურმე ისა რა ქვია ხმა მიეცით რომ პირველ ადგილზე რაღაც გამოკითხვაში პირველზე მართლა რავი რამ დაწერეთ რომ NBA vote თორნიკე შენ რაღაცა და ჩვენი დახმარება ესეჭი რომ ეგრე ამ ქვეყანაში ეგრე არ დაიწყოთ არაფერი. შემდეგი სტატია გვაქვს სპორტალ G-დან. ნიუსი არის იმის შესახებ, რომ კალათბურთში კასპის გრიფინმა რუსთავს მოუგო. ამ ამბავს ეხება. სათაური. გრიფინმა კასპში რუსთავს მოუგო და ალიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა. აქ ერთადერთი შეკითხვა მაქვს. კასპი ბრჭყალებში რატო წერია? ანუ ბრჭყალები საჭირო იქნებოდა იმ შემთხვევაში ლონდონი რო ერქვას და ახლობლები კასპს ვეძახდეთ. ანუ კასპი ქვია ოფიციალურად ქალაქს და ბრჭყალები საჭირო არ არის რა. ანუ თუ ხო ოფიციალური სახელია. და მაქვს კიდევ ერთი შეკითხვა. A ლიგაში მარტო A რატო წერია ბრჭყალებში? თქვენი აზრით ტურნირს A ჰქვია? არა. A ლიგა ჰქვია ტურნირს. ზოგადად ტურნირის დასახელებებს არ სჭირდება ბრჭყალები, მაგრამ თუ ძალიან გინდა თუ შეცდომას უშვებ, მაშინ თლიანად A ლიგა უნდა ჩასვა ბრჭყალებში. მარტო A არა. იტალიის სერია A, მარტო A-ს ხო არ უწევთ ბრჭყალებში? არა, საერთოდ არ უწევთ ბრჭყალებით, მაგრამ თუ გადაწყვეტ სერია A. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ტურნირის სახელებს A სჭირდება ბრჭყალები. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგა არ ჭირდება ბრჭყალები. მით უმეტეს, აი მაგალითად, მარტო P. P ბრჭყალებში იონთა ლიგა არ უნდა ჩაისვას ბრჭყალებში. შემდეგი სათაური ისევ სპორტალი სლოტს, ლივერპულის მთავარ მწვრთნელ არნე სლოტზე არის საუბარი. ასეთ სათაურია. სლოტს ეჭვი ეპარება. მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლა გადაწყვეტილი არ არის. მეგობრებო, დაიმახსოვრეთ, ეჭვი ბოზებს ეპარებათ. გადაწყვეტილი არის მამარდაშვილის. შეიძლება ახლა განათხოვრებაზე რაღაცაზე იყოს ლაპარაკი, მაგრამ ეჭვი არავის არ ეპარება. შემდეგი სტატია ისევ სპორტალი ესეთი სათაურია. ამ გოგონას სექსუალურობამ თამამად ჩაცმულობამ და სილამაზემ სოფლიო ალაპარაკა. ნახეთ რა ხდებოდა მექსიკური სპორტული არხის პირდაპირ ეთერში. ვიდეო. ეს არის გენიალური სტატია. სტატიაზე მიმაგრებულია სამწუთიანი ვიდეო ამ გოგოს საუბრის. ოღონდ აქ მაგარიცით რა არის? იზრუნდა ჩვენზე სტატიის ავტორმა და ვიდეო ისე მოამზადა, რომ მარტო ამ გოგოს საუბარი იყოს, ისე ორი წამყვანი ყავს, ერთი ნაკლებად დეკოლტიანია, ამიტომ ის ამოღებულია ძირითადად და სულ ამას გვაჩვენებს რა, მთელი კომპილაცია არის გადახვევებზე რო არ ვიწვალოთ. არადეკოლტიანი წამყვანის საუბარი მაქსიმალურად ამოჭრილია და მარტო ეს არის ჩასმული რა, რისთვისაც მე მინდა სტატიის ავტორს დიდი მადლობა გადაუხადო ჩემი დამსწრე საზოგადოების სახელით. აქ დაახლოებით 7 მამაკაცი იმყოფება ჩაწერაზე და აი ერთ მომენტში ჩდება, მეორე რამდენიმე მომენტში ჩდება რა, მეორე წამყვანი, მაგრამ ეგრევე გადაყავთ მე რა, ეგ სწრაფად რომ ეხა ბევრი ხო, ძალიან შორიდან და ახლო კადრი მარტო ამაზე მუშაობს რა. მაგრამ შეიძლება, აი ნახე გოლსაც გვაჩვენებენ, მაგრამ ეს გოგო კადრიდან არ გაყავთ მაინც რა. ანუ გოლი ხო შეიძლება მთელს ეკრანზე გამოიტანო, არა, ეს დატოვებული არის, არა. პრინციპში სტატიის ავტორს თან რა გვინდა, ვინც გადაიღო გადაცემა. ეგრეა გადაღებული, რომ ყველაფერი ლამაზად რა, მოკლედ აქედან მექსიკას მივესალმები, კაი ხალხი. და ბოლოს, რა თქმა უნდა, სოფლიო სპორტი. სანამ ეს რუბრიკა იარსებებს, ის ყოველთვის სოფლიო სპორტის სტატიით დასრულდება. ასეთი სათაური გვაქვს. მიხაილო მუდრიკი მეგობარმა გოგონა მიატოვა და იუვენტუსის ფეხბურთელს ხვდება. დიდი ვერაფერი წინსვლა, ჩემი აზრით, ვერ ვიტყვით რომ ამ გოგო მუდრიკი ტრამპლინად გამოიყენა. დაშორდა ჩელსის ფეხბურთელს, ხვდება იუვენტუსის ფეხბურთელს. დიდი ის რაღაცა რო აი არიქაი ვანდა ნარას შემთხვევაში ლოგიკა გასაგებია სამპდორიას ფეხბურთელს დაშორდა ინტერისას გაყვა, მაგრამ აი ჩელსის ფეხბურთელთან იქნება თუ იუვენტუსის ფეხბურთელთან რა ვიცი დიდი არ მგონია რაღაც დიდი კარიერული წინსვლა იყოს. მაგრამ ჩემი აზრით ეს სტატია
უნდა იყოს განყოფილებაში ტრანსფერები. ანუ თამაშგარე რუბრიკაში არის და ჩემს უნდა იყოს ტრანსფერების განყოფილებაში. იმიტომ რომ იანვარში ჩელსისა და იუვენტუსის შორის ორი ტრანსფერი განხორციელდა. რენატო ვეიგა ჩელსიდან გადავიდა იუვენტუსში განათხოვრებით და მუდრიკის შეყვარებული, ახლა უკვე ვინსენტ მაკენის შეყვარებულია. ესეთი ორი ტრანსფერი. მოდი გავხსნათ სტატია, საინტერესოა რა მოხდა, იმიტომ რომ ახლა მუდრიკს ახლა ძალიან რთული პერიოდი აქვს დოპინგ სკანდალში გაეხვია, დისკვალიფიცირებულია. ასე დროს ახლა შეყვარებულს არ მიატოვებს ადამიანი, ესეთი რთული პერიოდი აქვს და ვინ იქცევა ახლა ეგრე რა, რომ ესეთ რთულ პერიოდში შეყვარებული მიატოვოს. ხო და დავინტერესდი და გავხსენი სტატია. ვციტირებ. უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის ჩელსის ფეხბურთელის მიხაილო მუდრიკის ცხოვრება ბოლო პერიოდში ცუდად მიდის. უკრაინელი ფეხბურთელი ჯერ დოპინგ ტესტზე ჩავარდა, ახლა კი მეგობარმა გოგონამ მიატოვა. როგორც ცნობილი ხდება, რუსი მოდელი ვიოლეტა რუსი ყოფილა გადალაგდა. მეც არ გავიკვირდა რა ეხა ესე დროს შეყვარებულს ვინ მიატოვებს ეს მაგიტო უნდა სათაურით მაგიტო არ უნდა იმსჯელო მარტო სათაურით სტატია უნდა გახსნათ წაიკითხო რა მეთქი ეხა რაღაცა ტყუილია რა აი რომც არ გიყვარდეს შეყვარებული დაელოდები რომ ცოტა ის რთული პერიოდი გავიდეს და მერე ეტყვი რომ მივდივარ და დოპინგ სკანდალში გაიხვია და მეორე დღეს შენ შორდები რა არის ეხა გასაგები პრინციპში სულ ეს იყო დღევანდელი უჯარი მოდი არხი გამოიწერეთ უბრალოდ არხი გამოიწერეთო ვიდეო დაალაიქეთო ზარის ღილაკი ჩართეთო და შევხვდებით რაღაც პერიოდის შემდეგ. კაშიო.